აქ ეხლა მთხოვეს რომ მესაკუთრეებიო ვინ არიანო კარგად ამოგვიკითხეო ეხლა წაგიკითხავთ ამ დოკუმენტს ნაკვეთის საკუთრების ტიპი ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო ნახეთ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მესაკუთრეები არიან შპს იორკ ჰოლდინგ გრუპი გადაწყვეტილება დამოწმების თარიღი 20.01.2023 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შენობა ნაგებობის ჩამონათვალი თქვენ შეგიძლიათ საცხოვრებელი მშენებარე საცხოვრებელი საერთო ფართები წერია კიდევ მისამართი ქალაქი თბილისი სოფელი ტაბახმელა ნახეთ ასევე აქაც არის ეს შპს იორკ ჰოლდინგ გრუპი ძალიან ხშირია მეტი წილი შპს იორკ ჰოლდინგ გრუპია მესაკუთრე მისამართი მცხეთა სოფელი წილკანი აი მე თქვენ აქაც ესე მესაკუთრე შპს იორკ თაუერსი მისამართი რაიონი დუშეთი დასახლება რადიო სადგური არასასოფლო სამეურნეო ესე იგი მთელი სოფლებიც კი გაყიდულია აქაც იგივე მესაკუთრე შპს იორკ თაუერსი რაიონი დუშეთი ეს მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი წილკანი გემოვნება კი ქონიათ ამ არაბებს კაი მიწები კი აურჩევიათ მისამართი ქალაქი თბილისი შპს იორკ ჰოლდინგ გრუპი იგივე მადა მოსვლიათ მადა კარგი არაბებს და თურქებს კაი მიწები კი აურჩევიათ სირცხვილი ვინც ეს გაყიდეთ ნუ თუ უფლის შიში მაინც არა გაქვთ ბოლოს რას წაიღებთ ამ ქვეყნიდან 4 ფიცრის მეც და საქართველოს ღალატი გაყვებათ იმ ქვეყნად როგორც მოღალატები საქართველოსი ისე წახვალთ ამ ქვეყნიდან ასევე აი აქაც შპს იორკ ჰოლდინგ გრუპი დუშეთი იგივე აუ ეს დუშეთში რა ბევრი მიწები გაუყიდიათ ყველგან და ეს მესაკუთრე ყველგან ეს ჰოლდინგ კი ეს ჰოლდინგ გრუპი ვინ არის ძალიან შპს იორკ ჰოლდინგ გრუპია ყველგან აი ნახეთ აქაც ეს არის კი რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლითა და ხმლით დაიბრუნეს ამათ დოლარებზე გაყიდეს უყვართ ძალიან ფული და დოლარები რა ნამეტნავი ყვარებიათ ფული სამშობლოს ყიდიან ან სადა აქვთ ამათ სამშობლო არის საქართველოსი ალალ და გულწრფელ ხალხზე ამათ არ უყვართ ეს ქვეყანა ეს საქართველო ამათ სამშობლო არ არის როგორ შეიძლება სამშობლო გიყვარდეს და ასე ყიდიდე არ არსებობს ამათ მხოლოდ ფული უყვართ ხალხი ოქრო ფული სამშობლო ვისაც უყვარს ის არის უბრალო გლეხი ხალხი შპს იორკ ჰოლდინგ გრუპი ყველგან ეს ფიქსირდება ეს რაღაც ამაზრზენი სახელი იორკ ჰოლდინგ გრუპი მესაკუთრეთ ასე ჩემო ქართველოერო ან გადავრჩებით ერთად დგომით ან რამდენიმე წელში აღარ ვიქნებით გადაგვივლიან და გადმოგვივლიან
არაბები, თურქები, რა ვიცი, მუსულმანები გაქრება ქართველობა, გაქრება სარწმუნოება და წაგვართმევენ მამულს, სამშობლოს.